ვახო, სამარხო მენიუც შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და ძალიან გემრიელი. მოვამზადებთ წითელი ბულგარულის და სიმინდის გემრიელ წვნილს. გვექნება სულყე და განსხვავებული მთავარი კერძი, მუხუდოს და ლობიოს ჩაშუშული კუსკუსთან ერთად და დესერტი. ბანანის მაფინები ჟავე ალუბალთან ერთად. მე დავიწყებ წვნიანის მომზადებას, გვჭირდება 2 კბილი ნიორი, წითელი, აი ეს კარგი ხახვი, წვრილად დავჭრი ხავს, ნიორსაც და მზადდება ძალიან მარტივად და ძალიან გემრიელია. ამას ვამზადებ არა მარტო მარხვის დროსაც, უბრალოდ ჩვეულებრივ დღეებშიც კი წვრილად დავჭრი. თანაც ძალიან მოუხდება მართლაც ეს დაბრაწული ხრაშუნა ყვავილოვანი კომბოსტო, რომელსაც ცოტათი ისეთი ცხარე მოწითალო გარსი ექნება, რადგანაც ბევრ პაპრიკას გამოვიყენებთ. და უფრო კარგი და გემრიელი გახდება წვნიანი. კი. ხახვით დავჭერი, ამას უყურში მე უკვე ყვავს მოვამზადებ, ცეცხლს ავანთებ. საშუალო სიმხურვალე, მინდა რომ კარგად დაიბრაწოს. კი. ზეთი. დაახლოებით 30 მილილიტრი. ნიორი. 2 კბილი ნიორი. რო არომატული იქნება. კი. მიყვარს ეს ხახვი და ნიორი, როდესაც იწვება ეგრევე გემრიელი კერძის. ჩათვალე რომ უკვე კარგი დასაწყისია და კერძი გემრიელი იქნება. ეს არის განუყოფელი 2 ინგრედიენტი. მოვათავსებ ყვავში და გადავალ წითელ ბულგარულზე. ხო. წითელი ბულგარული ძალიან არომატულია. კარგ ფერსაც მიცემს, ცოტათი უფრო სტაფილოსფრისკენ წავა თვითონ წვნიანი, სიმინდი ბულგარული და მერე ეს წითელი დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო. ძალიან ჯანსაღი და გემრიელი კერძი და დავასრულებთ ამ ყველაფერს ქოქოსის რძით, რომელიც კიდევ უფრო ნოყიერ და უფრო დატვირთულ გემოს მიცემს წვნიანს. ვიტამინებით სავსე, ფერადი. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მოგცემს ხო მთელი დღის განმავლობაში. კარგი, მაშინ სანამ მოიშუშება ბულგარული ხახვი და ნიორი, მე უკვე დავიწყებ ყვავილოვანი კომბოსტოს დაჭრას. დაგჭირდება ძალიან პატარა ნაჭრები, რომ სწრაფად დაიბრაწოს, რადგანაც აბსოლუტურად უმია ახლა კომბოსტო. ეს ახლა საკმარისი იქნება ჩვენი წვნიანის პორციისთვის. დავანაწევროთ თუნდაც ხელით. მაგას ფქვილში ამოავლებ, ხო? ფქვილი, სახამებელი, ცოტა მარილი და წყალი. ითი არაფერი, პაპრიკა. რა თქმა უნდა. რაც წითელ ფერს მიცემს. მე ამასობაში ცეცხლს ავანთებ, ხო? კი. გავახუროთ ზეთი. ამ ყველაფერს ბევრ ზეთში დავბრაწავთ. და იქნება ხრაშუნა, დაბრაწული, გემრიელი. თანაც კომბოსტო ცოტა ნედლი დარჩება შუაგულში და შეინარჩუნებს აი პირველ ყოფილ გემოს, ცოტა უფრო წვნიანიც იქნება და მეტი ვიტამინები ექნება. შვენიერი. ეხლა ეს აბსოლუტურად საკმარისია ჩვენთვის. ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ და გვჭირდება ფქვილი. დაახლოებით აქ მაქვს 130-150 გრამი ფქვილი, რომელსაც დავუმატებ 50 გრამ სახამებელს, უფრო სხვანაირ ფაქტურას მიცემს, სულ ცოტა მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი და ბევრი პაპრიკა. ეს არის ტკბილი ბულგარული წიწაკის სუნერი. ბულგარული აქ დაიბრაცა, უკვე დროა სიმინდიც ჩავყარო და ახლოებით 100 გრამი მე მგონი ეყოფ. კი. აქვე სუნელებს გავუკეთებ, კიდევ პაპრიკა, ცოტა პილპილი, ბევრი არ მინდა მაინც, ცოტა წითელი წიწაკა. ხო, ცოტათი ცხარეც უნდა იყოს. თან ქოქოსის რძეს ძალიან უხდება წიწაკა. მარილი. ამას კარგად მოურევ ახლა და ქოქოსის რძესაც დავუმატებ. ქოქოსის რძე გვჭირდება დაახლოებით 250 მილილიტრი. კარგად გავხსნი. და ძალიან ეს თითქმის მზად არის იმისთვის, რომ დავაბლენდერო. წამოდუღდება და უკვე ვაბლენდერებთ. ეხლა მეც დავასრულებ ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადებას, დავუმატოთ წყალი. ისე რომ მივიღოთ ბლანტი მასა, ნელა-ნელა დავამატებ, დავაკვირდები, სანამ არ მივიღებ ცოტათი აი სქელი ბლინის მასის მაგვარ კონსისტენციას. აი მივიღეთ ესეთი სქელი ბლანტი მასა, ბევრი პაპრიკით, ფერი აქვს ძალიან ლამაზი,
შეგვიძლია უკვე ამოვავლოთ. ხო? ხა ვნახოთ თუ გახურდა თვითონ ზეთი, ერთი ცალი ჩავაგდოთ საცდელად. მცივში კი? კი, ცოტა წყალი. ქოქოსის რძე არ მინდა რომ შეიკრას. გავიმეოროთ იგივენაირად ყველა ნაწილზე. ვაიფერი მიიღო. ძალიან ლამაზი. ახლა ჩავყრით. ეს მასა შეგიძლიათ შეინახოთ და ნებისმიერი სხვა ბოსტნეული იგივენაირად დაბრაწოთ. უგემრიელესი იქნება თუნდაც ყაბაყიც, სტაფილოც, ყველაფერი სახში რაც გაქვთ. უკვე შემიძლია დავაბლენდერო, გამოვხთავ. ეს მზად არის უკვე შემიძლია გამორთო ცეცხლი. გადმოვიტანოთ თეფშზე, რომ დაიწუროს ცოტა ცხიმისგან. რობოტია. თეფშაც მოვამზადებ, ამას ეყოფა. კარგია. გავასერვიროთ, ხო? ხო. თითონთა გავასერვიროთ, ხო? კარგი მასა მივიღეთ, მართლა არც ძალიან სქელი არ არის, არც თხელი. ეხლა დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო ჩავყაროთ წვნიანში. ცოტა სიმინდი. ბოსტნეული სავსე და ხრაშუნა ამავდროს. ძალიან გემრიელია, ზუსტად ესეთ სილამინდებში, აი ეს წვნიანი იდეალურია. თავარი კერძი, მუხუდოს და ლობიოს ჩაშუშული. ძალიან გემრიელი, სავსე არის ბოსტნეული, სავსე არის მარცვლეული. დავიწყებ ხახვით და ნიორით ისევ და ისევ. მარხვა არის ბევრი ბოსტნეული უნდა გამოვიყენოთ და ამ ბოსტნეულიდან რა თქმა უნდა ბევრი გემრიელი კერძი უნდა მოვამზადოთ. ნიორს არ ვხეხავ, მინდა ესეთი გძლად დაჭრილი, წვრილად. ხახვიც გძლად. კი, რა ეს ყველა გემო კარგად შეგხვდეს. რაც თავარია გარნიდი ექნება კუსკუსი, რომელსაც ჯინჯერის მძაფრი არომატი ექნება და დავუმატებთ სულ ცოტა ოხრახუში და მწვანე ხავს. ცეცხლი. ზეთი. გრძლად დაჭრილი ხახვი და ასევე გრძლად დაჭრილი ნიორი. პირველ რიგში ამას მოვთუშავ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში, როგორც კი ხახვი ფერს შეიცვლის, ეგრევე დავუმატებ სხვა ინგრედიენტებს. მარილიან ადუღებულ წყალს დავუმატოთ დაახლოებით 1/2 ჩაის კორძი მარილი, კუსკუსი, აქ მაგ 120 გრამი კუსკუსი. დავუმატოთ მარილიანი მდუღარე წყალი კუსკუს, დაახლოებით 2 მაგი რაოდენობის მდუღარე წყალი სჭირდება. თუ გვაქვს 120 გრამი კუსკუსი, უნდა დავასხათ 250 მილილიტრი წყალი. და ჯინჯერი. უხუტო უკვე წინასწარ მოხარშული გვაქვს, ამას ცოტა დიდი ხანი სჭირდება ხოლმე მოხარშვა. სანამ არ დარბილდება, მანამდე მზად არ არის. თავის წვენიც. ჯობია ხოლმე რომ თვითონ კანი, რაც აქვს ხოლმე მუხუდოს, ის გავაცალოთ კიდევ უფრო რბილი ხდება, მით უმეტეს თუ ჰუმუსს ვამზადებთ ან ნებისმიერ სხვა соუსს. სიმინდი დაახლოებით 100 გრამი და ლობიო. ეს ლობიო უკვე მოხარშულია ტომატში, კარგად მოურევ. ცოტა ხანი გავაჩეროთ კუსკუსი დაახლოებით 2-3 წუთით მდუღარე წყალთან ერთად. თავზე დავაფაროთ, რომ სიმხურვალე შეინარჩუნოს და მომზადდეს მარცვალი. ცოტა წყალს დავუმატებ, პილპილი და მარილი. სხვა სუნელებს არ გავუკეთებ, იმიტომ რომ ლობიოს გემო მინდა რომ კონდეს. წითელ ბულგარულს დავჭრი, 1 პატარა ზომის.
დაგჭირდება მწვანე ხახვი, ნახევარი კონა და ოხრახუში ესეც კონის მეოთხედი. ჯერ დავჭრათ ხახვი. ეხლა მწვანილიც დავჭრათ. მთელი ბულგარული და მწვანე ბულგარული ჩავყაროთ. კარგად მოურიოთ. ამას დიდი ხანი არ შეიძლება დაახლოებით 1 წუთში უკვე მზად უნდა იყოს. მწვანილი დავუმატოთ. მოდი, მწვანილიც დავუმატოთ. ოხრახუში და მწვანე ხახვი. აუ, მშვენიერია. კუსკუსიც მზად არის. ესეც მზად არის. შემიძლია გამოვთო. აუ, ჯინჯერის რა კარგი არომატი ექნა. მშვენიერია. ცოტა მწვანე ხახვს დავუმატებ. ოხრახუში, რომელიც დავჭერით. ამოურიოთ. და ჩვენი გარნირიც მზად არის. მოდი უკვე ავაწყოთ თებში, ხო? კი. გადმოვიტანოთ. გარნირი. ნახე როგორი კარგი, გემრიელი, არომატული გარნირი გვაქვს. აუ, ნახე რა კაია. აი ესეთი უნდა იყოს სამარხო კერძი. ყოველ დღე შევჭამდი ესეთ კერძებს. ყოველ დღე. ავსინჯოთ, ხო? ცოტა კუსკუსი. ცოტა ჩაშოშული. ძალიან არომატულია, უამრავი გემო აქვს. ბევრი ვიტამინები, ბევრი მარცვლეული და უგემრიელესი კუსკუსი. მოამზადეთ სახში. ძალიან კაია. ვიწყებთ სამარხო დესერტის მომზადებას. ბანანის მაფინები შავე ალუბალთან ერთად. კიდევ ერთი კარგი რეცეპტი, ხო? ბანანი უნდა დავჭყლიტო, ხო? კი, ბანანი უნდა დავჭყლიტოთ, რომ მარტივად აითქვიფოს მასასთან ერთად. მანამდე მეც გავთქვიფავ კარგად კარაქს, უпростоრეთ მცენარეულ კარაქს. ეს არის მცენარეული ცხიმი, სამარხო. დაახლოებით 150 გრამი დამჭირდება, რბილი უნდა იყოს, რომ კარგად აითქვიფოს. ჯერ შევთქვიფავ. კარგად გავთქვიფოთ. დავუმატოთ შაქარი 200 გრამი. რომ შეერიოს ცხიმს. ცოტათი თან გაიხსნება შაქარიც. ბანანი სასურველია იყოს წიფე. შიგნით იყოს გორბილი, მარტივად დასაჭყლები. მოდი შევურიოთ უკვე. მე მაინც უნდა გავთქვიფო. სამი ცალი ბანანი იყო საშუალო ზომის. ბანანი უფრო კარგ მოყიერ და მდიდარ გემოს მიცემს. გავთქვიფოთ. ეხლა დავუმატოთ ამას ვანილი. დამიყარებ. ეს არის შაქრიანი ვანილი. აია ვანილი ბანანი. გამაფხვიერებელი. ეს დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი. დავუმატოთ 200 გრამი ფქვილი. იგი ნელა-ნელა შევათქვიფოთ. ოდნავ დავუმატოთ სოიოს რძე, რომ უფრო ფაფუკი იყოს მასა. დაახლოებით 100 მილილიტრი საკმარისია. ჩვენიერი მასა მივიღეთ. არ ძალიან სქელი არ არის, არც თხელი. ამას გამაფხვიერებელი კარგად ამოიყვანს თანაც და დავუმატოთ ალუბალი. ხო, მხოლოდ თვითონ ხილი, ხო. დაახლოებით 100-120 გრამი. კოვზით ამოურევთ, აღარ დაგჭირდება ჩვენ მიქსერი. ნახე როგორ აირია ფერი, ძალიან კარგადაც არ ამოურევ, რომ ალაგ-ალაგ თეთრი ფერი მაინც დარჩეს. მზად არის.
გაგჭირდება გამოსაცხობი ფორმა. ამ შემთხვევაში სილიკონის ფორმა იდეალურია, რადგან მარტივად ამოვიღებთ. შეიძლება ერთჯერადი გამოსაცხობი ფორმებიც კი გამოვიყენოთ. ბოლომდე არ უნდა გავავსოთ, რადგან ეს ამოვახო თვითონ. პრინციპში ამის გამოცხობა ნებისმიერად შეიძლება რა, თუნდაც რომ გაიშალოს. თლიანი კექსის ფორმითაც შეგვიძლია რომ გამოვაცხოთ. დაახლოებით თითო პორციაში 2 ალუბალი რომ გაყვეს, იქნება იდეალური. ნებისმიერი ხილით შეიძლება ახლა ამის მომზადება, მაგალითად ვაშლი და ბანანიც ერთმანეთს ძალიან უხდება, კომში და ბანანიც შეიძლება. და ბოლო. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთი. 15 წუთი აბსოლუტურად საკმარისია. ზედმეტადაც რომ არ გამოშრეს, ორბილი უნდა იყოს. თანაც დაბალია თვითონ ფორმაც. გამოცხვა უკვე ჯერ კიდევ ცხელია. შევეცდები რომ თხილად გადმოვიტანოთ. ფერზეა. ფაფუკი, მაგრამ გაჟღენთილი ნახე აქ ალუბალია. რაც მთავარია სამარხოა. შვენიერი. შვენიერი. ეხლა კიდე უფრო გემრიელი, სუყე და დატვირთული გემოებით რო იყოს, ცოტა ალუბლის წვენით. დავნამოთ. აი სადაც ნაპრალები აქვს, იქ ჩავასხოთ. და სილამაზისთვის ცოტა შაქრის ფხვნილი. ძალიან არ დავტვირთოთ. გასინჯვამიდა. ძალიან გემრიელია. და სიმჟავე როგორ უხდება. ბანანი საკმაოდ ნოყიერია. ეს სიმჟავე კარგად ანეიტრალებს ამ გემოებს. არაჩვეულებრივი მარტივი დესერტია. დღეს ძალიან კარგი სამარხო კერძები მოვამზადეთ, წვნიანი იყო. ქოქოსით, აი ძალიან გემრიელი. თავარი კერძი როგორი ფერადი, ბევრი გემოებით გაჯერებული და ძალიან მსუბუქი კუსკუსის გარნიერი. ჯინჯერის. გემოთი. და დესერტი. ძალიან კარგი დღეა. ბანანი, ალუბალი, შვენიერია. მამუკა, ოჯგუა, შეფ, მზარეული. საყვარელი ინგრედიენტი, რომელსაც ხშირად იყენებთ? კაი შეკითხვაა. საყვარელი ნიგოზი, რა თქმა უნდა. საერთოდ ქართულ სანდარებში ნიგოზს უკავია ძალიან დიდი ადგილი. არის ბევრი რაღაცები, მაგრამ მე მაინც შემეგურად რაღაც აი ნიგოსთან ვარ შეყვარებული. საქსივი. საქართველოს რომელი კუთხის სამზარეულოს გამოარჩევთ და რატომ? ჩემი კუთხის სამზარეულო, მაინც როგორც იქაური ადამიანი, იქ დაბადებული, იქიდან წამოწყებული ეს ყველაფერი. ჩემი მეგრული სამზარეულო არის ჩემი ყველაფერი. თქვენი პირველი კერძი. ჩემი პირველი კერძი ეს იყო ბავშვობაში, ეს ხაჭაპური რა თქმა უნდა. 12 წლის ვიყავი, 10 წლის. ჩემი ხელით გამიკეთებია და გამომიწვია, დამიგემოვნებია. არის თქვენი მთავარი შეფასებელი? არიან ადამიანები, რომელიც აფასებენ ჩემს ხელოვნებას, მაგრამ მე მაინც ყურადღებას ვაქცევ სტუმარს. მომხმარებელს. თქვენი რეაქცია, როდესაც გახდებია? ახლა ქება ყველას მოსწონს, მაგრამ ესეთ ზომებში უნდა იყოს სხვათა შორის ზედმეტი ქება არ არის მაინც სასურველი. რას გამოხატავთ წყობილებიდან სამზარეულოში? ძალიან მაბრაზებს უხარისხო პროდუქტი. სიმღერა, რომელსაც ხშირად უსმენ და ვიღინებ ხოლმე. ჩემი საყვარელი სიმღერები ყველა ქართულია. აქედან დიდ პატივს ვცემ შენმა სურვილმა დამლია. 10 წლის შემდეგ სახედავთ თქვენს თავს. ახლა მე ვარ 46 წლის ადამიანი. 10 წლის შემდეგ, გავხდები 56-ის, ხო, გასაგებია ისედაც არ ვაპირებ ფარხმალის დაგდებას. უნდა ვიყო სამზარეულოში, სანამ პენსიაზე არ გავა. კერძი, რომლის ჭამის ხასიათზე სულ ხარ. ხაჭაპური მიყვარს. უზომოდ
ხაშლამას ვცემ პატივს დიდს. გამოგიტყდით. ერთი რომელსაც მეორე აღარასდროს აღარ გასინჯავთ. ნუ მე მეორეჯერ არ გავსინჯავ სიყვაზე სუშის. ბოლო დღე რომ იყოს დედამიწაზე, რომელ ქალაქში ისადილებდით და რას მიირთმევდით? მე ვისადილებდი ჩემს სცენაკში, სადაც მე დავიბადე, სადაც გავიზარდე და საიდანაც აი ეს წამოვიწყე ყველაფერი. ჩემს უძველეს რესტორანში, სადაც მე დავიწყე. ის რაც ყველაზე ძალიან მოგწონთ თქვენს თავში. საქმის სიყვარული, პროფესიის სიყვარული. სტიმულს გაძლევთ? როცა სამსახურში არის ღიმილით მუშაობა, გამართული მუშაობა, მომხმარებელი ხმაყოფილი, სტუმარი ხმაყოფილი, ანუ ეს ყველაფერი სტიმულია ამ სფეროში. ესე მიმაჩნია. ბავშვობაში ყველაზე მეტად გინდოდათ? ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა გამختარიყავი მზარეული. მოგეხსენებათ, რომ გავხდით მზარეული. პირველ არხთან მექნებოდა ჩართვა, მაგრამ მივახციეთ ამასაც. უას ვერასოდეს იტყვით? უას ვერასოდეს ვერ ვიტყვი. ქართულ პურმარილზე, კეიპზე და ამ ყველაფერზე, რასაც ქართული ქვია, მაგრამ ამაზე ვერ ვიტყვი ვერასდროს უას. მზარეული უნდა იყოს შინაგანადაც, ყოველთვის კარგ ხასიათზე, ყოველთვის მომღიმარე, მთელი სული და გულით უნდა იყოს ჩაქსოვილი კერძთან, რომ ის გამოგივიდეს კარგი და გემრიელი და ხარისხიანი. დავხდეთ თქვენნაირ გემრიელ ხალხს და მოგიმზადოთ ყოველთვის, აი ესეთი კაი რაღაცეები. ამისთვის ვიქნები ყოველთვის მზად. სამზარეულო არის ხელოვნება, ბატონებო, მოგეხსენებათ, ჩვენ მომამზადეთ დღეს დადიანური სამარხო დაფა, ჩვენ ასე შევარქვით. აქ არის რამოდენიმე კერძი, რომ მივირთვათ გემრიელად.